საღამოშვიდობის ეთერშია თარგამაძის ფორმულა. ჩვენ გადაცემის მსვლელობის დროს ვაკვირდებით დასკვნას, რომელიც სახალხო დამცველის ეგიდით შეკრებილმა კონსილიუმმა უნდა გამოვაქვეყნოს. თუ გვექნება შესაძლებლობა ამ დასკვნის შინაარსს გავეცნოთ, რა თქმა უნდა, გადაცემის მიმდინარეობის დროს დეტალურ ინფორმაციას მოგაწვით. მანამდე კი დავიწყოთ გადაცემა. ქალბატონმა ზურაბიშვილმა დღეს ყველა შეგვახსენა, რომ პრეზიდენტი მარტო ციხეში არ გვყავს. უფრო სერიოზულად კი ერთადერთი რაც მენიშნა მისი მცდელობა თავი გადაიზღვიოს და უცხოელი პარტნიორებისგან კაცთმოძული სტატუსი არ მიიწევოს. ამხელა პრეზიდენტ ქალს, რომელსაც კრიზისის განმუხტვის კონსტიტუციური და ისტორიული ვალდებულების ტვირთი აწევს, კაფანდარა ნინო ლომჯარია მაჯობა და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საქებარი სიტყვები დაიმსახურა. საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმიტომ გვიბრუნებენ მძევლობიდან, რომ თბილისში მოკვდეს. ეს დავით ცოცხალ მკვდარი გადმოცა ცხინვალმა თბილისს. არჩევნებს აუქმებენ, სხვა რა უწოდოთ გადაწყვეტილებას, რომელთაც თვითმმართველობის ბიუჯეტები ახალარჩეული საკრებულოების ნაცვლად ძველს და უპირობოდ მორჩილს დაამტკიცებინონ. მოსკოვს საამებლად საკუთარი პრეზიდენტის დასამცირებელ შოუს უდგავენ. საქართველოს გულშემატკივარ ევროპელებს, კრიმინალების მფარველებს უძახიან, კოსმოსში გავარდნილ ფასებს ვეღარ თოკავენ, ისევე როგორც უმართავობის შედეგად სიბნელის ღმერთს უკვე 11212 ადამიანი შევწირეთ. მოშიმშილე პრეზიდენტს კი არა, ქვეყანას უდგას აგრესიული, ინტენსიური თერაპიის საჭიროება. მოდი დროებით დავივიწყოთ ივანიშვილიც, სააკაშვილიც, ქართული ოცნებაც, ნაცმოძრაობაც და შევეცადოთ რაციონალურად შევაფასოთ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ერთი პოლიტიკური ჯგუფი ყველა მეთოდის გამოყენებით იბრძვის ძალაუფლების და სტატუს კვო შესანარჩუნებლად. ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მართველი ძალა სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირებაშია შესული მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, რომელსაც უახლესი წარსულისგან განსხვავებით დღეს მორალურადაც და ელექტორალურადაც, ეს უკვე დათვლადია, ოფიციალური შედეგია, ელექტორალურადაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უმაგრებს ზურგს. რას ელის საქართველოს რიგითი მოქალაქე ნებისმიერი მთავრობისგან? მას ხელისუფლება და მისი ყველა შტო ჭირდება იმისთვის, რომ იყოს დასაქმებული და რეალიზებული. უსამართლოდ არ დაიჩაგროს, კრიმინალისგან დაიცვან, ცივილიზაციურ სამყაროსთან წვდომა არ შეეზღუდოს. მისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი. შვილებს ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება და შვიდად და ბედნიერად იცხოვროს. ამ მოთხოვნებიდან თუ გამოვალთ და დავფიქრდებით, რა შანსი აქვს ხელისუფლებას მოსახლეობის მოლოდინებს უპასუხოს. პასუხი ობიექტურად იქნება, რომ თითქმის ნულოვანი. რადგან იმისთვის, რომ გადააგოროს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სააკაშვილის ჩამოსვლით და ციხეში შიმშილობით კიდევ უფრო დამძიმდა და ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება, მართლ პარტიას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა და ისეთი მაღალი ფასის გადახდა, რომ გულწრფელი სურვილის შემთხვევაშიც კი მას მოსახლეობის მთავარი მოთხოვნების შესასრულებლად უბრალოდ რესურსი აღარ აქვს. მათ უკვე გადალახეს წითელი ხაზები. დაუპირისპირდნენ ყველა სტრატეგიულ მოკავშირეს და იზოლაციისკენ მიხავთ ქვეყანა. სრულად დაკარგეს ღირსება და მორალური სახე, რის გარეშეც რთულია სადმე რამე პროცესი მართო, განსაკუთრებით კი საქართველოში. უკვე აიღეს უზარმაზარი ვალები. ხვალ მეტის აღება შეეცდებიან, რაც უკვე ძალიან გაუჭირდებათ. ბოლომდე დაკარგეს ინვესტორების ნდობა, რაც ისედაც კატასტროფულად შემცირებული ინვესტიციების კიდევ უფრო კლებას ნიშნავს. და როდესაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად ხარ, მეგობარე უკრაინა გადაიმტერო, პოლონეთის პრეზიდენტი არაფრად ჩააგდო, ევროპარლამენტარები ქვეყნის მტრებად და ამრევებად გამოაცხადო, ამერიკელი კონგრესმენების მოთხოვნებს კი სრული იგნორირებით უპასუხო, უცხოელ ბიზნესმენებს ქვეყნიდან კაპიტალის გატანა აიძულო, როგორ უნდა შეძლო ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიც არის უმძიმესი სოციალ-ეკონომიკური კრიზისი, რომელიც უკიდურესად გვაღარიბებს, COVID პანდემია, რომელიც ყოველდღიურად 100 ადამიანის სიცოცხლეს გვართმევს, ან და ინფლაციას, რომლის დამსახურებითაც ყველაფერი კატასტროფულად ძვირდება და ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი ხდება რამენაირად მიხედო. ასე თუ გაგრძელდა,
ხვალ და ზეგ საარსებო გარემო კიდევ უფრო დამძიმდება. ხელისუფლება კი დღითიდღე დასუსტდება. მთავრობა შეგვიძლია ფიგურალურად იმ ძალოსან შევადაროთ, რომელსაც მაშინაც კი, როდესაც საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იყო, კომპეტენციის არ ქონის გამო სერიოზულად უჭირდა სიმძიმეების დაწლევა. დღემდე კი იმის დამსახურებით მოვიდა, რომ წინა ხელისუფლების დინამიკა ფონად მოხვებოდა. ხოლო საკუთარ ენერგიასა და რესურსს სრულად ძალაუფლების შენარჩუნებას უთმობდა. დღეს უკვე დადგა მომენტი, როდესაც ხელისუფლება სრულად გამოფიტულია. მოსახლეობის პრობლემებით გადატვირთული შტანგა კი უკიდურესად დამძიმებული. რისი აწევის თავიც მთავრობას არ აქვს. ამიტომაც დიდი ფიქრი არ ჭირდება იმას, რომ თუ მართველი ძალა სასწრაფოდ ხელისუფლებას არ ჩამოვაშორეთ, საკუთარ თავთან ერთად ქვეყანასაც გაჭყნეთს. გამოსავალი ცვლილებაში და ეროვნულ შერიგებაშია. ოცნებას ოპოზიციაში გადასვლა, დასვენება და ძალების აღდგენა ჭირდება. ქვეყანას კი ახალი ძალების ერთობლიობა, რომელიც განახლებული ენერგიით შეძლებს დაგროვილი პრობლემების მოგვარებას. ჩიხში შესულ უფროს თაობას მაშველი რგოლი და ვითარების მოგვარების რეცეპტი ისევ ახალმა თაობამ გადაუგდო. მოусმინეთ ედუარდ სააკაშვილს და თორნიკე დავითაშვილს. ორივე ამ ახალგაზრდას ხელისუფლებაში მყოფებზე ბევრად მეტი მიზეზები აქვთ, რომ შურისძიება წყუროდეთ. თუმცა ისინი ჰუმანურობაზე, ქვეყნის ინტერესების პირადზე წინ დაყენებასა და თანამედროვე საქართველოს ისტორიის ამ ავბედითი გვერდის სასწრაფოდ გადაფურცვლაზე საუბრობენ. და თუ ეს ბავშვები ახერხებენ კონტექსტის ჯეროვნად აღქმას, ვითარების სწორ ანალიზს და რაც თავარია თავშეკავებულად და ღირსეულად მოქმედებას, უდიდესი სირცხვილი იქნება თუ სიძულვილით დაბრმავებული უფროსი თაობა, რომელიც დღეს პოლიტიკაშია და ქვეყნის ბედს განაგებს, ამას ვერ მოახერხებს. მაშინ შესაძლოა ქვეყანას აგრესიულმა, ინტენსიურმა თერაპიამაც ვეღარ უშულოს. ქვეყანა აგრესიული ინტენსიური თერაპიის საჭიროებით, აგრესიული არაკომპეტენტურობის და ძალაუფლების უზურპაციის პირობებში. ვიცით თავში ცებას და სისხლით შეექცა. შეეძლოთ, მაგრამ უპატრონო რო იყო, იმიტომ ვერაფერი ვერ გააკეთეს. იქ კი რა, აი კოთხებში. ჩვენ ტერიტორიაზე დამიჭირეს. იქიდან წამოწევს. 11212 გარდაცვლილით, უიმედოდ დარჩენილი შეშინებული ხალხით და უკიდურესად გაწურებული ცხოვრებით. არ არის ფული, არ არის საშუალება და ვერ ყიდულობ ვერაფერს. გინდა რო იყიდო ვერ ყიდო. ხოთა დიქტატორის მსახურების მოსკოვის გასაყარად მოწყობილი შოუ, უკვე ათეულობით მოშიმშილე და უწყვეტი აქციები, ოპოზიცია დასავლური კურსის გადასარჩენად. რუსული ტიპის ავტოკრატია საქართველოში წესები ვერ უნდა გაიგოს. კიევიდან დაბრუნებული ბუბაკი კაბიცე 9 საათზე თარგამაძის ფორმულაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩემს სტუმრებს ფორმულა სტუდიაში მამკვა ხაზარაძე, ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე. აქ არ არის და ვერ არის ელენე ხოშტარია, თუმცა ელენეს პოლიტიკური ორგანიზაცია დრო ასევე არის იმ 4 პარტიათა შორის, რომლებმაც დღეს მორიგი განაცხადი გააკეთეთ მორიგ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ზეგ უნდა გაიმართოს. თუმცა ფაქტობრივად არც ერთი დღე არ ჩავარდნილა პროტესტის ამა თუ იმ ფორმის გარეშე. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცხადია ამ სტუდიაში დღეს აუცილებლად გვექნება საუბარი ჩვენ ველით სახალხო დამცველის ეგიდით შემდგარი მედიკოსების კონსილიუმის დასკვნას. ეს ექიმები ახლაც კი შეკრებილები არიან და მუშაობენ ამ დასკვნაზე, თუ გადაცემის მსვლელობის დროს დასკვნა მზად იქნება ჩვენ თქვენს მოგასმეინებ და ტელემაყურებელსაც. მანამდე კი დავიწყოთ საუბარი არა მარტო პარასკევის აქციაზე, არსებულ მომენტზე, რა მომენტია ახლა ისეთი, რამაც მამკვა ხაზარაძეს დღეს ბრიფინგზე კოლეგებთან ერთად, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ათქმევინა, რომ დღეს უკვე პარტიული ინტერესები მთლიანად უკანა პლანზე უნდა გადავიდეს და ზეპარტიული პლატფორმა მოძრაობა უნდა გაჩნდეს, უნდა დაიწყოს, რადგან საქართველოში ფაქტობრივად ეროვნული მოძრაობა კვლავ ნულიდან არის დასაწყები, ქვეყნის პროდასავლური კურსი საფრთხის ქვეშ კი აღარ არის, არამედ შეიძლება ითქვას, რომ უკვე გაფორმებული საგარეო ორიენტაციის ცვლილების წინაშე ვდგავართ. მოგესალმებით, მე მინდა ჩვენ მაყურებელ მსმენელს აუხსნა კარგად ეს
ანატომია რას ნიშნავს და რაში გამოიხატება კურსის შეცვლა. ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს არის რაღაც ერთი კარების დაკეტვა ერთ დღეს და მეორე დილას მეორე კარების გახსნა. ეს არის პროცესი, რომელიც შედგება ბევრი ასპექტისაგან. პირველ რიგში ეს არის მოსუსტებული ეკონომიკა, ეს არის სიღატაკის ძალიან დაბალი დონე, ეს არის დიდი ემიგრაცია, ეს არის სიკვდილიანობა კოვიდის, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ ქვეყანას ლიდერებში აქცევს სიკვდილიანობის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს არის არარსებული მართლმსაჯულება. ეს არის თავდასხმები ყველა შენ სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელზე, ევროპარლამენტარი იქნება ეს თუ ელჩი თუ ასე შემდეგ და ესეთი გონორით საუბარი რომ მათ რა უნდათ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვარ და ესე თქვა ჩვენ მივხედავთ ჩვენ თავს. ეს არის 45 დღის განმავლობაში პოლიტიკოსების, ქართული ოცნების პოლიტიკოსების ლიდერების თუ ხელმძღვანელების მსჯელობა კატე უნდა იდგეს ასე თქვათ საავადმყოფოს თუ ციხის ოთახში, აღჭურვილია თუ არ არის აღჭურვილი, ეს აბსოლუტურად არ უნდა იყოს პოლიტიკოსის საქმე, ეს უნდა იყოს ექიმების და პროფესიონალების საქმე, იმიტომ რომ საუბარია პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე. გასაგებია ნომერ პირველი პატიმარია, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად, ჩაშლილი პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, თითქმის მინიმუმამდე დასული ინვესტიცია, ეს ყველაფერი ერთობლიობაში შენი დამოუკიდებლობა ქვეყნის ენერგო რესურსებზე, სადაც რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელი შენი. ანუ ეს ყველაფერი ჯამში ქმნის იმ უსუსურ სახელმწიფოს, რომელიც არა გვაქვს, კიდევ ერთხელ დავინახეთ და იმის განცდას მოსახლეობაში და ჩვენ ქართულ ხალხში, რომ შეუმდგარი ქვეყანა ვართ. და როცა ხარ შეუმდგარი ქვეყანა და არ დგახარ ძლიერად რაღაც ასპექტში მაინც ფეხზე, მაშინ შენი საგარეო კურსი ძალიან გზნობიარია და ამას თუ ემატება ქვეყნის მართველი პარტიის ესეთი განცხადებები, უკვე ღიად განცხადებები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხვალ ზეგ შეიძლება ისე აღმოჩნდეთ ამ გარემოცვაში, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა ხდება რეგიონში, 3+3 ფორმატი, რეგიონში ომი, ესე თქვათ რაღაცა წინაპირობები, შეტაკებები სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინის საზღვართან 100,000 რუსული ჯარის მობილიზაცია. ხო, ჩვენთვის არავის არ ეცლება და არც ცალიათ. და ეს უნდა ქართულ ოცნებას. ეს არის ჩანაფიქრი ბიძინა ივანიშვილის, მისი გრძელვადიანი პროექტის, რომ ეს ქვეყანა გახდეს და იყოს იქ, სადაც იყო 30 წლის წინა და სწორედ მისი ფრაზა იყო რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში, ეს არის მისი მთელი ფილოსოფია და ეს მე მინდა რომ კარგად გაიგონ ადამიანებმა და დღეს და დავამთავრებ გიორგი ვიცი რომ ესე თქვათ შეზღუდულია დრო დღეს ჩვენ თქვით რომ ეს არ არის მამუკას, ნიკას, ზურას და რაღაც პარტიული ლიდერების ან პარტიების საქმე. ეს გაცდა უკვე ყველაფერს, იმიტომ რომ არის ზეპარტიული საკითხები, რაც ქვია თავისუფლება, რაც ქვია დემოკრატია, რაც ქვია დამოუკიდებლობა, რაც ქვია სიყვარული, რასაც ქვია ღირსება ადამიანების, რაც ქვია რაღაცის ერთად კეთება, ამას პარტია არ ჭირდება. და მე კიდევ ვიმეორებ, მე მინდა რომ ყველას უთხრა რომ მეგობრებო, აქ არ არის არც არჩევნებია წინ, იმიტომ რომ 45 დღის აი ამ რიტორიკამ გადაფარა გაყალბებული არჩევნებიც. ყველაფერი გადაფარა. გესმით და აი ამ გადაფარვაში დაინტერესებულია პირველ რიგში ქართული ოცნება. აი ამ დისკუსიით დაწყებული პირველი დღიდან უკვე რამდენი ადამიანი შიმშილობს, ხო? რამდენი მთელი საქართველოს შიმშილობს უკვე. გესმით და აი ამ ქაოსში ადამიანები რომ რა მოუვა, დღეს მოუვა, ღმერთმა კარგად დამყობა, ხვალ მოუვა, ღმერთმა კარგად მოუვა, ელენეს რა მოუვა. გესმით და უკვე იმაში ვართ, რა ქვია, პრაქტიკულ ქვეყანას შეიყვანეს მარაზში. როცა ნორმალურ ქვეყანაში ესაც საკითხს უნდა წვითავდნენ კონსულიუმის დონეზე, უნდა წვითავდნენ ექიმები და ჩვენ განვაცხადეთ, ეხლა ჩვენ კოალიციის ფორმატში განვაცხადეთ და ჩემი შეხვედრაც მაშინ როცა ქონდა ჩვენ ესე თქვა კოალიციის სახით შეთავაზება, რომ სანამ ჯერ კიდევ რუსთავის ციხეში იყო მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ ვთქვით, რომ მოდით შევხვდეთ. ხო, ერთი ქვეყანა შევხვდეთ და ისე გადავწყვეტ, რომ იქ არ ვიყოთ, სადაც დღესა ვართ. ამ შეხვედრის გამოძახილი იყო კუჭავას ხო, რომ პურის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხი კი ბატონო, ამიტომ ესეთი არასასიამოვნო გაუგებარია, როცა ასე თქვა 10 დღის მერე იხსენებ 10 დღის წინანდელ ამბავს და ვერ აკეთებ შეხვედრას და ორგანიზებას იმისას. ანუ მე მინდა ჩვენ ასე თქვა მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით. რომ ეს ამ მდგომარეობაში
ჩვენი ქვეყანა არ ჩავარდნილი იყო აი ამ ქაოსის მდგომარეობაში და დღეს ჩვენ 80 და 100 ადამიანამდე გვიკვდება ორი ავტობუსი ადამიანს ვასაფლავებთ ყოველდღე ხალხო ორ ავტობუს ადამიანს ეს გერმანიის ელჩის ესე თქვათ პერიფრაზა და ეხლა როდემდე ვიყოთ ამ მდგომარეობაში და მეტი დამოუკიდებლობა თავისუფლება მეტი რა არის თუ არავის არ ჭირდები, ყველას აგინებ შენ სტრატეგიულ პარტნიორს, ეკონომიკა არ გივარგა, ადამიანები გიკვდებიან და სალაპარაკო თემა არის პოლიტიკოსების, რო იცი რა, თურმე კატე მარჯვნივ უნდა იდგესო, მარცხნივ უნდა იყოს, ამაზე ვსაუბრობთ 21 საუკუნეში. ამიტომ მე და ჩემ მეგობრებთან ერთად დღეს ჩვენ ეს განცხადება გავაკეთოთ, რომ მოდით სხვა რეალობაზე ვილაპარაკოთ და სხვა რეალობა ის არის, ხვალ როგორ ვიცხოვროთ. როგორ გადარჩეს, ესე თქვა პატიმარი სააკაშვილი, როგორ გადარჩეს ელენე ხოშტარია, რომელიც არის ძიმე კრიტიკულ სიტუაციაში და მე მართლა ქეთს ვიხრი ამ ადამიანის, ამ ქალის, ამ დედის წინაშე, ვაჟკაცობის წინაშე, იმიტომ რომ ნახეთ რა სამოსა ის არ არის სააკაშვილის მომხრე. ისე როგორც მე არა ვარ, როგორც პოლიტიკოსი, მისი მომხრე, მაგრამ მე როგორც ადამიანი, როგორც სხვა პარტიის წარმომადგენელი, მე ამ ადამიანს თანაუგზნობ, იმიტომ რომ აი კარგად თქვი, რომ იმ ორმა ახალგაზრდამ დღეს სტანდარტი დააყენა. როგორი საქართველოს უნდა იყოს. ეს არის დავითაშვილი და ესე თქვათ ედუარდ სააკაშვილი. ამ ორმა ახალგაზრდამ გვაჩვენა, რომ იცი რა, ყველაფერს თავის ადგილი აქვს. ჯანმრთელობას თავის ადგილი აქვს, ღირსებას თავის ადგილი და სამართლიან სასამართლოს თავისი ადგილი აქვს და ეხლა მეტი როგორ უნდა აუხსნათ ეხლა ეს სიტუაცია. ხო, ამიტომ დღეს საკითხი დგას ესე და ვამთავრებ. დღეს ჩვენ ხელიდან გვეცლება ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად, ჩვენი დამოუკიდებლობა და ეს არის დასაცავი პირველ რიგში. ეს არის პირველ რიგში დასაცავი და ამას ეძღვნება ჩვენი სწორედ აი ეს დემონსტრაცია, რომელსაც ერთად ჩავატარებთ. ამის დეტალებზე ვისაუბრებთ საუბრის დასასრულს და ნიკა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, მოლოდინი იყო რომ რაღაც სიახლე იქნებოდა ამ კუთხით, სიახლე ვერ მოვისმინეთ გადაწყვეტილების ნაწილში, მოვისმინეთ ასე თქვათ გარკვეული კრიტიკა ხელისუფლების მოქმედების კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მაგრამ დანარჩენ ნაწილში მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ არჩეული ხაზი მაინც რაღაც ორიენტირად იყო ნაჩვენები, რაც პოზიტივი არის ამ შემთხვევაში. განცხადების შინაარსი მაინც იმას უკავშირდება, რომ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი და პაციენტი და შესაბამისად ისევე როგორც სხვა პატიმრებს კლინიკაში გადაიყვანდნენ სამოქალაქოში, აქ განსაკუთრებული ზომებია. ანუ ფაქტობრივად გაამართლა ზურაბიშვილმა ის მიდგომა, რომელიც დღეს აქვს ხელისუფლებას და რაზეც დღეს მაგალითად იგივე კობახიძე საუბრობდა. ირაკლი კობახიძის ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების ყოველდღიური განცხადებები, გადაწყვეტილებები, კადრების გამოქვეყნება და ასე შემდეგ, ამას თუ შევხედავთ ქრონოლოგიურადაც და გადავადებთ აქტივობებს დაუშვათ ხო თქვენი და ოპოზიციის, ღია გამოწვევა არის ოპოზიციის მიმართ. ახალი და ახალი გამაღიზიანებელი ფაქტორი შემოდის ნაცვლად იმისა, რომ რაღაც სიტუაციის განმუხტვისკენ წავიდეს საქმე. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს არ ხდება შემთხვევით და არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ოცნებას ყოველთვის ესეთი აგრესიული თქვენზე იძახიან, რომ ეს არის ესეთი აგრესივი, რადიკალი ექსტრემისტი და ასე შემდეგ და მე მაგალითად ქართული ოცნების ხელისუფლების ლიდერ გუნდს დღეს რადიკალურად მოქმედ გუნდს უწოდებდი სრულიად თამამად მათი გადაწყვეტილებების. მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე არსებულმა მიდგომებმა ოპოზიციის მხრიდან შემაკავებელ ფაქტორად ამ ადამიანებისთვის არ იმუშავა. აი უკვე ამ წერტილში, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობიდან 55 დღის აქციების დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ წერტილში როგორ შეაფასებდით თავად აქციების ეფექტურობასაც და როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით მომავალი გეგმა? მადლობა მოწვევისთვის, მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის. მაგრამ სამაგეროთ მე ვაცლი ხოლმე რასლაპარაკობ საინტერესოა ნამდვილად. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ უნიშნულოვანეს მომენტში ძალიან სასიხარულოა, როდესაც სოლიდარობა იზრდება და იზრდება საზოგადოებრივ განსხვავებულ ჯგუფებს შორის და არ მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს გულისხმობს, სხვადასხვა ტიპის ჯგუფებს, იმიტომ რომ ცალსახაა ის რაც ხდება ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დავუშვით, თქო მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რასაც რეჟიმის ეს ჩადის, ეს არ არის უბრალოდ არც საქართველოს კანონმდებლობის, არც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ, არც მხოლოდ უსამართლობა არის. ეს უბრალოდ არაადამიანობაა. ეს უბრალოდ საზოგადოების, ამ ყველაფრის შემყურე საზოგადოების დეჰუმანიზაცია, რასაც ესენი ჩადიან. ნამდვილად ასე არის და მართლა გული არ უნდა კონდეს ადამიანს, რომ ამ ყველაფერს სოლიდარობა არ გამოუცხადო. მოგწონს შენ
ესა თუ ის პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას არ მოძრაობს, რა მნიშვნელობა აქვს ახლა. მაგრამ როდესაც ხედავთ მიზანი და მიხარია რომ ის ხდება როგორი საქართველოს გვინდა. უბრალოდ პროპაგანდა, რომელიც ემსახურება ხელისუფლებას, ცდილობდა რომ ეს რეალობა სხვანაირად წარმოიჩინა, მაგრამ მოჭიდება მთლიანად დაკარგა ამ პროპაგანდამაც და რამდენიმე ადამიანი საუბრობს მოდ ერთი და იგივეს ამ უკანასკნელი 45 დღის განმავლობაში, ხო? მარტივ რამეს ვითხოვთ, აი ადამიანობა ვახსენეთ, ადამიანობას ვითხოვთ უბრალოდ, მეც არაფერს ამ ეტაპზე ამ წუთას, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას. მიხეილ სააკაშვილის და უკვე გზად ეწევა ელენე ხოშტარიას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათ მოყვება უკვე რამდენი ადამიანი მეც სათვალავი პარლამენტში დამეკარგა და ეს მდგომარეობა გიორგი ეს მდგომარეობა მხოლოდ გართულდება ამ მიმართულებით. პატაბურჭულაძემ. დიახაც ბატონი პატაბურჭულაძე და ბევრი, ხო? გასაგებია, მე ვფიქრობ, არ ვეთანხმები იმ მოხაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი შურს იძიებს და პოლიტიკური რევანშია მიხეილ სააკაშვილის მიმართ, იცით, მეც მithქვამს ეს ფრაზა ასე როგორც ახლა ვთქვი, მაგრამ მალევე მივხვდი რომ იცით რომ დავფიქრდი, ანუ შურის საძიებელი ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილზე რომ დავფიქრდეთ, ძვირფას მაყურებელო, რა სჭირდა რომ რეალურად მოვიდა ადამიანი ოპოზიციაში, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად, მალევე არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება და ხელისუფლება გადაიბარა, ხო? ამიტომ ეს არათუ უბრალოდ შურის ძიებაა, არამედ დავალების შესრულება არის. სხვაგვარად ვერანაირად ვერ ვხსენით უკვე, ხო? დავალება იმ რეჟიმის, სადაც ნამდვილად არის ავტოკრატიული, შეიძლება ითქვას დიქტატორული რეჟიმი ღრმად ფესვებში გამჯდარი და უნდათ ეხა კალკით გადმოიტანონ საქართველოში გულისხმობ რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს და ეს რეალობაც ასე ვთქვათ ამ ყველაფრის მცდელობისაც სახეზეა. მაგრამ საზოგადოება ამას არ შევეგუებით, იმიტომ რომ ნებისმიერი სხვა ადამიანი უნდა ვფიქრობდეთ, რომ ხვალ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ადგილზე აღმოჩნდეს. დიახაც და როდესაც ელემენტარულ სიტყვას მთელი სამოქალაქო საზოგადოება და მთელი ოპოზიცია და ყველა ის ადამიანი უჭერს ხაზს, არ უჭერს ხაზს ერთმანეთს, რომ გადაიყვანეთ სამოქალაქო საავადმყოფოში და ამას ჩვენ გარანტიის სახით ურთავთ არავითარ შემთხვევაში პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში აქციას არ გავმართავთ საავადმყოფოში შემდეგ რაც უკვე წარადგინეთ, რომ თქვენ მზად ხართ სპეციალური მიიღოთ მონაწილეობა და უზრუნველყოთ ყველა ის პირობა, რომელსაც ხელისუფლება წამოაყენებს კერძო კლინიკაში გადაყვანის. ჩვენ შეთავაზება არაერთი გავაკეთეთ სხვადასხვა ფორმატში საჯაროდ მათ შორის ჯგუფის შეთავაზებაც კი იყო ინიციატივის სახით წამოყენებული ჩემს მიერ, სადაც შევიდნენ სხვადასხვა ადამიანები, რომ საჯაროდ ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და ახლა თქვენსაც ესეც ვამბობთ, რომ ვიიგებთ პასუხისმგებლობას, რომ სიახლოვეშიც კი არ ჩატარდება მსგავსი აქცია, მაგრამ ხელისუფლება რეჟიმი რითია დაკავებული პროვოკაციების მოწყობით. ასეთი ბოლო პროვოკაცია, რომ ჩაითრიოს ოპოზიცია და საზოგადოება სისხლის ზღვრაში პირდაპირ გეუბნებით. დაპირისპირებაში არა. სიტყვის შეხვედრაში კი არა, სისხლის ზღვრაში. და რამდენიმე ასეთი მძიმე პროვოკაცია თავიდან ავირიდეთ და მე აქ თუ სამე შეიძლება რამე გაგიხარდეს არის შემდეგი რამ. თელმა საერთაშორისო საზოგადოება ყოველ შემთხვევაში მე ვისთანაც მაგ და ჩემს კოლეგებს ვისთანაც აქვს ურთიერთობა ნათლად და მკაფიოდ დაინახეს, რომ ხელისუფლება დაკავებულია პროვოცირებით და ოპოზიცია დაკავებულია არაძალადობრივი მწვავე პროტესტების და დემონსტრაციების და მანიფესტაციების გამართვით. აი გუშინ წინდელი დღე ნათელი დადასტურება იყო, რომ ამ ადამიანებს სურდათ, რბილად რო ვთქვათ, ოპოზიციის მიმართ საშინელი ანგარიშსწორება თბილისის ქუჩებში. მე პირველად ვნახე, როდესაც ოპოზიციის მიმართ და ბევრი წინაპირობა ჰქონდა ამ ყველაფერს, განცხადება დიდხანს გაავრცელეს პოლიციის სახელით. ის რომ სამთავრობო ტელეკომპანიები პირველად მოხდა, როდესაც ჩვენ საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ მთლიანად საათი და 15 წუთი აშუქებდნენ ისე, როგორც ანუ შეგშურდებოდათ ტელეკომპანია ფორმულასაც და ტელეკომპანია ტელე-პირველსაც და კავკასიასაც და მთავარსაც. ეს ჩემთვის სიახლე იყო და ეს ნიშნავდა მუშაობდნენ 4-5 გადამღები ჯგუფი და უნდათ რომ მათივე პირდაპირ ეთერში
მოეხდინათ ჩვენი პროვოცირება და არ ავყევით და არც ავყევით არასოდეს და მით უმეტეს არც პარასკევს და პარასკევს კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ არის ეტაპები, როდესაც საზოგადოება წმუნდება საბოლოოდ რომ ოპოზიცია პასუხისგებლიანია როგორც არასოდეს. კი ბატონო, პროპაგანდა მუშაობდა, ოპოზიციას არეულობა ჭირდება, სახელმწიფო გადატრიალება სურს, ასე შემდეგ, ხო, მაგრამ დალია ჩაელური წყალი ამ ყველაფერმა, მაგრამ ამ გეგმას ძალიან ძიმე ამოცანები ჰქონდა, რომელიც ვერ შეასრულეს და გეტყვით, აი ორი სიტყვით რა ჰქონდა. უნდათ რომ ოპოზიცია წამოიგოთ პროვოცირებაზე, ამის შემდეგ იქ შეკერილი საქმე რაღაცა თაროზე რაც უდებთ გამზარეული სახელმწიფო გადატრიალების საქმე იქნებოდა ხორცში შესხმული, რაღაცას მოიფიქრებდნენ და მალევე ამ ყველაფერს მოყვებოდა მიხეილ სააკაშვილთან მათ შორის დეპუტატების შესვლის აგრძალვა. ადამიანი, პირველად ვამბობ, ეხლა მე ადამიანი ყავთ გაუსაძლის პირობებში. ყოველ დღე არ არის გიორგი, როდესაც მის მიმართ დილამდე არ ხორციელდება, ფსიქოლოგიური ტერორი. მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად ტელევიზორ ხმა ბოლომდე აწეულ პირობებში ზინავს. იმიტომ რომ ციხის ადმინისტრაციის დავალების შესაბამისად ადამიანთა რაღაცა ჯგუფი, რომლებიც არიან სხვადასხვა საკანებში შესახლებულები, დილამდე იქცევიან ისე, როგორც იქცევიან ველური ტომები. ხელისუფლების დავალებით. შეუძლებელია უბრალოდ ამ ყველაფერს გაუძლოს ადამიანმა, მაგრამ უძლებს ეს ადამიანი. და გეუბნები, სრული პასუხისმგებლობა ტელევიზორს ხმას არ უწევს. ღია საკანში ზინავს, საკანს ურდულით არ უკეტავენ. ელემენტარული ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ ეს აღეკვეთა. ის რასაც უკეთებდნენ რუსთავის ციხეში, იცით, აქციებს უწყობდნენ და დღეს დილამდე ყოველ ეს წამება. არა ადამიანური მოპრობა, არაფერი ხმა არ მოიღოს. ხახნო იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა რაღაცას მიქარავდა წინა ან იმის წინა ხელისუფლების პირობებში. დღევანდელი რეალობა არის ის გეუბნებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელიც ციხეში გაიტაცეს და სამონტყოფოს ეძახიან და ციხეში ყავთ არაადამიანური მოპრობის პირობებში უკვე მერამდენე დღეა. ადამიანს არ უძინია ელემენტარულად ის რომ ტელევიზორს ხმა ჩაუწიოს, იმიტომ რომ ურჩევნია რომ ტელევიზორს ხმა ქონდეს აწეული, ვიდრე ის ველური შეძახელები გაიგონო, ხო? ამიტომ ჩვენ ახლა როდესაც ვსაუბრობთ, მხოლოდ იმაზე კი ვსაუბრობთ, გიორგი, რომ სამედიცინო მოსახურება უნდა გაუწიო შესაბამისი, ხო? ფიზიკური უსაფრთხოების უსერიოზულესი პრობლემა არის იქ. და მე მართლაც ეჭვი დიდი ხანია არ მეპარება და ახლა განსაკუთრებით რომ ეს სახელმწიფო ინგოროყვას ქუჩიდან არ იმართება. ეს სახელმწიფო არ იმართება ადგილიდან. ან თუ იმართება ადგილიდან, იმართება, არ ვიცი, რუსული ფედერაციის რეზიდენტურის მიერ. ამიტომ პასუხისგებლობას ვერც ერთი კობახიძე და ბატონი დინარაძე ვერ აიღებს, რა შეიძლება მოხდეს იქ ერთჩვენერ რიგით კალენდარულ დღეს. და მე ვფიქრობ, აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ადამიანების შიმშილობას, მთავარი საფუძველი ამ ადამიანების შიმშილობის არა არის. ის არის და რას ეძღვნება ჩვენი ბრძოლა ყველასი, რასაც წირავს ადამიანი არაერთი უკვე საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ის რასაც ეძღვნება პარასკევის ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიული წერტილიდან, სადაც გაიმართება მსვლელობა. ჩვენ გვინდა დიახაც ამ ქვეყანას მივცეთ ჩანსი დაუბრუნდეს დასავლურ განვითარების გზას, დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და მხოლოდ ფულზე და მხოლოდ ძალაზე დაყრდნობილი რეჟიმი მოვარღვიოთ საბოლოოდ. იმიტომ რომ ეს არ არის ის ხელისუფლება, ის ხელმძღვანელობა თუ შეიძლება ითქვას ამ მთავრობის, თუმცა რეჟიმია და ხელმძღვანელობა ახავს მთავრობას, უნდა არსებობდეს ხელმძღვანელობა, რომელიც ხვალ ერთ
ერთი მეტით მაინც წინ წავწერდა ქვეყანას. არ არის უბრალოდ ეს ხელისუფლება, არ არის ოლიგარქიული რეჟიმი, თავისთავად არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენადი ელემენტი, თანაც ამ ყველაფერს, როდესაც ემატება რუსული ოლიგარქიული რეჟიმი და როდესაც ცხადად გაცხადებულად აქვთ ნათქვამი, რომ იცით რა, ჩვენ ვტოვებთ დასავლურ სივრცეს, ყველანი ვალდებულები ვართ, რაც მამუკამ ახსენა თავში დავდგეთ ერთად განუჩევა პროფესიის. აი ამ მოწოდების საშუალება გექნებათ შემდეგ ნაწილში უბრალოდ ზურას მინდა რომ ვკითხო ძალიან ხშირად ზურა თქვენ ახსენებთ სიტყვა უზურპატორებს თქვენ აღარ ეძახით მათ ხელისუფლებას მიგაჩნიათ რომ ეს უკვე არალეგიტიმური წარმონაქმნი არის. სიმართლე გითხრათ, როდესაც მე დღევანდელი დღის ახალ ამბებს უსმენდი დილიდან არგუმენტები თქვენი პოზიციის გასაზიარებლად მომემატა იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, არჩეული იქნა ამა თუ იმ ფორმით საკრებულოები, ხო, ბევრი პრეტენზია იქ, რომ სხვა შედეგი უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ, მაგრამ რაც დადგა და ამ საკრებულოებსაც კი, ანუ არჩეულ საკრებულოებს მოქმედი ხელისუფლება არ ატარებინებს სხდომას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საკრებულო რატომ არსებობს, ხო, პირველ რიგში ბიუჯეტის დამტკიცება და მისი განკარგვა, ეს არის მისი უმთავრესი ფუნქცია. და ძველ საკრებულოების შემადგენლობას აღებინებს გადაწყვეტილებებს. მე ასეთი ღია დეკლარირება ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესის არაღიარების და მართლაც უკვე ძალაუფლების უზურპირების იშვიათად მინახავს, წამიკითხავს, მომისმენია. მიუხედავად ამისა კი არა, მით უმეტეს საჭიროა სხვადასხვა ძალების გაერთიანება, არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ამ ბრძოლაში, მაგრამ თქვენი ბრძოლის დაპირისპირების მეთოდები აი ამ საერთო პროცესის მიღმა კიდევ მაინც ოდნავ განსხვავებული არის და უფრო ინდივიდუალური პროტესტის, რაღაც მოულოდნელობების ეფექტის შექმნაზე გადის, მაგრამ მაინც გადაწყვეტეთ, რომ ამ დიდ მსვლელობაშიც მიიღოთ მონაწილეობა. უშლის თუ არა ეს ერთი მეორეს თუ რა ფორმი დაავსებს და რა მიზანს ემსახურება? არა, არ უშლის ჩემს, მაგრამ თქვენ კითხვის პირველი ნაწილიდან დავიწყებ საკრებულოებზე რაც მოყევით. სინამდვილეში ქვეყნის ორიენტაციის სრულება არ გულისხმობს იმას, რომ მაინც და მაინც უნდა დაველოდოთ, როდესაც რაღაცა ხელშეკრულებას გააფორმებენ და ევრაზიულ კავშირში გააწევრიანებენ საქართველოს. ეგ იქნება რაღაცა ბოლო წერტილი. ქვეყნის ორიენტაციის სრულება პირველ რიგში გამოიხატება იმაში, თვითონ ქვეყნის შიგნით რა ტიპის ქვეყანას აკეთებ რა. და სინამდვილეში ჩვენ რაც დღეს ვთქვით, რომ რუსული ტიპის ავტოკრატიას ემსგავსება თქო, ეგ არის, ანუ ორიენტაციის სრულება არის, როდესაც ძალაუფლება იმყარება სპეცსამსახურებს და ფულს რა, როგორც არის მაგალითად იგივე რუსეთში, ხო? იქ არის FSB, აქ არის სუსი, იქაც არის ფული, აქაც არის ფული. მოდი განსხვავება ის არის, რომ იქ ნავთობი აქვს და გაზი აქვს და ყიდიან და მაგის ფული აქვს და აქ მაგის ფული არ არის, ეკონომიკა გაჩერებულია და ამიტომ იღებენ ბევრ ვალებს და ბეჭდავენ და ინფლაციას იწვევენ და თუ რამე შეიძლება დაბეგრონ, ყველაფერს ბეგრავენ და ასე შემდეგ. ეგ არის განსხვავება, ხო? ანუ მართლობის ფორმა თავისთავად არის ის, რაც არის რუსული მართლობის ფორმა. ორიენტაციის ცვლილება, როდესაც სასამართლო არ აქვს და რაღაცა ლიდერის რაღაც არის მართველის სადმი ლოიალური კლანი განკარგავს სასამართლო სისტემას, ხო? ეს არის ზუსტად რუსეთში და ეს არის აქაც. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მარკერით გიხაზავენ, რომ ეს არის სასამართლოში გასაკეთებელი, ამას ფეხებზე იკიდებ და რუსულ სტილში დასავლეთს უწყებ კამაც, რომ თქვენ პრობლემებს მიხედეთ, ჩვენ აქ რაღაცა ჩვენ საკუთარ დემოკრატიას ვაშენებთ, ხო? და იგივე ორიენტაციის ცვლილება, როდესაც ძალაუფლება ცენტრალიზებულია და ერთი კაცი და ერთი პარტიის ხელშია და მიუხედავად იმისა, რომ დავიჯეროთ სიტყვაზე არის თუნდაც მაქსიმუმ არ ვიცი 25 აი 30% კონდეს რეალური მხარდაჭერა მაგის არ მჯერა, მაგრამ რომ დაიჯერო ამ 30%-ის მხარდაჭერის ფონზე ყველაფერი, ყველა ძალაუფლების წერტილი არის მაგათ ხელში, ხო? ამ სინამდვილეში ორიენტაციის ცვლილება არის ეს, რომ ესეთი ტიპის ქვეყანა შექმნეს. ესეთი ტიპის პრობლემები ხა წინა მმართველობის დროსაც იყო, მაგაზე არის საუბარი. საბოლოო ჯამში წინა ხელისუფლებას, როდესაც დაუდგა არჩევანის გაკეთება, რომ გაეგრძელებინა ეს თუ დაეჯერებინა დასავლეთისთვის, ხელისუფლება გადააბარეს, ანუ არ თქვეს დასავლეთზე უარი. ესენი მაგაზე მიდია ქართულმა მწერალმა, ხო, გერმანიშვილმა ნინო ხარატიშვილმა დაწერა ერთი წინადადება, უბრალოდ თქვა, რომ წარსულისგან რატო არაფერს არ ვსწავლობ და რატომ არ გვინდა რომ უკეთესები გავხდეთ, ხო? ჩვენ მუდმივად ვიწყებთ შედარებებს, დატოლებებს 10, 15, 20 წლის წინანდელ სიტუაციასთან მოვლენებთან
კონტექსტსაც ვივიწყეთ ხშირ შემთხვევაში და იმასთან შედარებითაც კი დღევანდელი სურათი და სიტუაცია ძალიან რთულ პერსპექტივას გვისახავს. მაგრამ აი დასავლეთიც ვახსენეთ და მიუბრუნდეთ იმ შეკითხვას თავისთავად ცხადია პროტესტის ფორმებთან დაკავშირებით რა მეთოდებს უნდა მიმართოს ოპოზიციამ სამოქალაქო საზოგადოებამ იმისთვის რომ აი ხელისუფლება რომელიც არ იმჩნევს ამ პრობლემას თითქოს აგრძელებს ინსტიტუტები მუშაობას შეუულებრივად ანუ არ ექნება იმ ტიპის პრობლემები არც პიროვნულად არც ინსტიტუციონალურად რომ ამას მოყვეს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები თუ ეს შთაბეჭდილება არის ის რომელიც ჯერ ძალიან ზედაპირულია და ადრე თუ გვიან შეიცვლება იმას დავასრულებ და პრინციპში მაგის გაგრძელება არის ეს ერთ-ერთი მთავარი რაც არის ამ რაღაცა თვისობრივად ცვლილება და ორიენტაციის ცვლილება, რაც გამოიხატება არის ის, რომ ეს ხელისუფლება ცდილობს, რომ ადამიანებს დააჯეროს, რომ არჩევნების გზით ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არის შეუძლებელი. მათ შორის ბოლო არჩევნების ესე უხეშად გაალბება და განსაკუთრებით მეორე ტურებში რაც გააკეთეს, როცა უკვე ღიად დაწერა ეუთოოდირმაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც ევროკავშირის წარმომადგენლობაც, რომ სახელმწიფო ბერიკეტების გამოყენებით და რესურსების უკიდურესი უთანასწორობის გამო სასწორლის პირა გადაიხარაო, ანუ გაიფორმესო რეალურად ის რაც მათ არ ეკუთვნოდათო ეგ არის მთავარი ამბავი ეგ არის რუსეთში მთავარი ამბავი რომ ეგეთი ტიპის მართლობაში ადამიანებს აჯერებენ რომ კი ფორმალურად რაღაცა დემოკრატია გვაქვს მენეჯ დემოკრატიის ეძახიან რა რაღაცა არჩევნები ტარდება პროცედურებია რაღაცა მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პროცესი ყველაფერი მართული არის სპეცსამსახურების მიერ ფულის გამოყენებით და ხალხს წმენა არ აქვს რომ არჩევნები შეიძლება ხელისუფლება შეცვალო მაგისკენ მიყავთ ამათაც და მაგ ხრივ საკმაოდ ისეთი დიდი ნიჰილიზმია მოსახლეობაში. ხო, ამასთან დაპირისპირება ჩემი აზრით არის ერთადერთი ის მაგონი შენთანაც მაქვს ეს ეთერში ნათქვამი, რომ პირველ რიგში გააზრება არის იმისი, რომ რა რეალობაში ვარ და ხო მაგის გააზრება, რომ უზურპატორი ხელისუფლებას, რომელიც არანაირი უფლება შენზე არ აქვს და ვიღაცები გაზიან თავზე, გბეგრავენ შენი სახელით ვალებს იღებენ, გძარცვავენ, რა ვიცი, ფასები კატასტროფულად იზრდება, ინვესტიციები აღარ შემოდის, არავის აღარ აინტერესებს ქვეყანა, განსხვავებით რუსეთისგან, სადაც იგივე ტიპის მართლობა არის, დიდი ქვეყანა არის, უამრავი ნედლეული აქვს, დიდი ბაზარია, ის არის, რაღაცა ინტერესი მაინც არის და აქ ვისაც სჭირდება. ერთადერთი ჩვენი ინტერესი რაც იყო ის რომ ჩვენ დასავლეთში ვართ რომ ჩვენც ლიბერალური დემოკრატია ვართ ხო და ეხლა მაგაზე უარს ამბობ და არავის საინტერესო აღარ ვართ. მე ფიქრობ როგორ უნდა ებრძოლო და ჩემი აზრით იწყება იმითი რომ რავი ვიღაცა ვინც გაზის ვისაც არანაირი უფლება არ გააჩნია და თავზე თავხედრულად გაზის პირველ იწყება იმით რომ არ ემორჩილებ არ ემორჩილები უბრალოდ და შესაბამისად მე რეცირებ რომ ხელი შეუშალო გააგრძელოს მართვა ისე თითქოს არაფერი არ ხდება. ამიტომ მე ამ პროტესტს უერთები კი არა რაც აქამდე პროტესტი იყო ყველა პროტესტს უერთები მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური მოთხოვნები ყოფილა და ისეთ პროტესტსაც უერთდები. ჩემი აზრით პროტესტი უნდა იყოს ყველგან არა მხოლოდ თბილისში და ხა მაინც ფოკუსი არის თბილისზე გადატანილი მთელ რეგიონებში ყველგან ადამიანებს ვისაც აქეთ განცდა რომ უზურპატორი გაზის თავზე ყველა შეუძლია ინდივიდუალურად რაღაცები გააკეთოს ჩვენ ვცდილობთ ხოლმე მაგის მაგალითი ვაჩვენოთ რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია რაღაცა ეფექტური მოიფიქროს. თუ მართლა გააზრებული გაგდა თუ მიდიხარ მაგ იმაზე. ხო და რავი მე პირიქით ხა ამაზე როცა იყო მსჯელობა პირიქით რა თბილისში 3 წერტილს 3 სხვადასხვა წერტილზე ეგეთი კერის გაჩენა პროტესტი ჩემს არის ძალიან კარგი 3 იქნება 5 იქნება 10 იქნება რაც მეტი იქნება მით უკეთესი იქნება მათ შორის არა მხოლოდ თბილისში ამეთ რეგიონებში ნებისმიერი ჩვენთვის მისაღები რაც არის ჩვენ გონე ყველაზე ეფექტური არის საბოლოო ჯამში დაუმორჩილებლობა საბოტაჟი ხელის შეშლა გამოფიტვა გადაღლა რესურსებზე გადანაწილება რომ მოუწიო და ასე შემდეგ ეგ არის გზა აი უნდა დაახვატოთ სურათი როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ გასაგებია იყოს ყველასთვის რომ ამ ქვეყანაში რაღაცა ყარს და არ არის ნორმალური მდგომარეობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია მათ შორის იმის გამო რომ დასავლეთის ასე ვთქვათ პოზიციონირების კუთხით ამ რეგიონთან მიმართებაში აშკარად არ არის ასე ვთქვათ ყველაზე აქტიური პერიოდი ასე ვთქვათ და რაღაც დრო ჭირდება როგორც ჩანს მათი პოზიციების უფრო მკაფიოდ გამოსაკვეთად და მათ შორის იმ მთელი რიგი მცდელობების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ რომელსაც ადგილი ჰქონდა მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში მოლაპარაკებების შეთანხმებების დარღვევების გასვლის და ასე შემდეგ არის გარკვეული იმედგაცრუება შეიძლება ითქვას რომ ორმაგი ძალისხმევა ახლა ჩვენი მხრიდან საჭირო იმისთვის რომ დასავლეთს აღუდგეს რწმენას საქართველოს დემოკრატიული პოტენციალის მიმართ და ბოლო ჩემი შეკითხვაა და მოკლედ თუ შეიძლება სამივე ლიდერმა მათ შორის პარასკევის აქციასთან მიმართებითაც რა როლი ეკისრება პარასკევის მანიფესტაციას როგორი იქნება ეს ორგანიზაციული თვალსაზრისით სამი ნაკადი კი წამოვალ მაგრამ სად შეერთდება ეს თუ არის წინასწარ ცნობილი და აპირებთ თუ არა ამ ტიპის კოალიციურ რეჟიმში კვლავ ურთიერთობების უფრო აქტიურად გაგრძელებას ახლა რა თქმა უნდა სიცოცხლეებისათვის ბრძოლა მიდის პირდაპირ გაგებითაც მაგრამ ამის პარალელურად ხელისუფლების ცვლილების რიგარეში არჩევნების მოლოდინის კონტექსტში რა თქმა უნდა ხალხს ისიც აინტერესებს რამდენად გაფართოვდება
და გაღრმავდება ის შეთავაზებები, რომლის ძალიან საინტერესო მოდელები წარმოდგენილი იქნა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში. აი ამ კუთხით მინდა რომ თქვენი პასუხები მოვისმინო და განუმარტოთ მოსახლეობას პარასკევს რა მოხდება. კი ბატონო, სანამ ამას გეტყოდით, ნინო ხარატაშვილი ახსენეთ გიორგი და მე მგონი მის აი ამ ძალიან წარმატებულ წიგნში მერვე სიცოცხლეში ძალიან კარგად არის აღწერილი სწორედ აი ეს ეპოპეა თაობების როგორ დავკარგეთ ჩვენ დამოუკიდებლობა და რა დაემართა ჩვენ ქვეყანას რევოლუციამდე, როცა იყო რენესანსი პრაქტიკულად, ბათუმი იყო პორტო ფრანკო, თბილისში შენდებოდა ესე თქვათ არაჩვეულებრივი უბნები, უცხოელი არქიტექტორებით, მოვიდა რევოლუცია, ბოლშევიზმი, აი ეს ძალადობა და როგორ აღმოჩნდით იქ სადაც აღმოჩნდით. ამიტომ მე ვფიქრობ ამ პროცესს ცოტა ჩაფიქრება ჭირდება. ჩვენ ყველა დაკავებული ვართ ყოველდღიური ამბებით და ვერ ვაანალიზებთ რა პროცესის ნაწილი ვართ და რა ხდება ჩვენს გარშემო და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ეს ყველაფერი ყოველდღიურობა არაფერი არ არის იმასთან შედარებით რაც პრაქტიკულად ჩვენ თავს და ჩვენ ქვეყანას დღეს ემუქრება და რასაც უნდა გაუძლოთ და რაც უნდა გადავლახოთ და არ არის კარგი პროგნოზი და კარგი პროგნოზი თუ გვინდა მივიღოთ ერთი გზა არსებობს და ერთი გზა არის კონსოლიდაცია ჯანსაღი და ეროვნულად მოაზროვნე საზოგადოების, ხას უსვამ საზოგადოების და არა პარტიების. ეს არის კიდევ ვიმეორებ ზეპარტიული ამბავი. ეს არის პასუხისმგებლობა იმ თაობების მიმართ, თუნდაც უახლოესი ბიჭების და გოგოების მიმართ, რომელმაც სისხლი დაღვარეს და რომელთა დედების და დების წინაშე პასუხისმგებლები ვართ ჩვენ. ეს ის ხალხია, რომელიც ჩემ გარშემო დაიკარგა, თქვენს გარშემო დაიკარგა, უბრალოდ თავისუფლება შეწირეს თავი. ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეხლა რა ფორმას მიიღებს ეს ჩვენი ერთობა და მიღებული აქვს პირველი ფორმა ის არის რომ ჩვენ ამ იდეის გარშემო ვართ გაერთიანებული და სულ ხას უსვამთ ნიკას უყვარს ხოლმე ხშირად ამბობს რომ ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებით მაგრამ პრინციპულად იმდენ რამეში ვეთანხმებით რა ჩვენი ქვეყანა და მისი მომავალი და დამოუკიდებლობა თავისუფლება ქვია ეხლა მე და ზურას თუ რაღაც კამათი გვექნება ეკონომიკა მარჯვნიდან უნდა გავხსნათ თუ მარცხნიდან ეს არავის არ აინტერესებს იმიტომ რომ ამ ნაწილში დამერწმუნეთ ყველაზე კარგია დისკუსია მაგრამ დღეს ჩვენ გავართ კიდევ ვიმეორებ საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშე გამოფიტული სახელმწიფო ვითომ სახელმწიფო გვეგონა და რაღაცა ბიჭები ქვია ამათ ბიჭები ქვია ესენი პოლიტიკოსები ბიჭები რომელიც მართავენ რომელსაც დაუტოვეს ხელისუფლება თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა ესენი რომ გამოვიდნენ ელემენტარულად ბიძინა ივანიშვილი მართლა ჩამოაშორო თავის რესურსებით მათ ზურგს რა მოხდება ან მიტინგს ჩაატარებენ ან ხალხი გაყვება რეალურად წარმოვიდგინოთ ეს სცენარი. ადამიანი რომელიც გამოდის დღეს აღარ მინდა სახელების ჩამორთვა, უკვე საცილოა მათი მოქმედება სატირალი რომ არ იყოს, იმიტომ რომ ეს არც სახელმწიფოზე საუბარი, არც მომავალზე საუბარი, არაფერზე საუბარი არ არის, გარდა იმისა რომ დღე გადააგორონ. ამიტომ თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდე, გიორგი, ეს ამ პროტესტში ჩვენ ვიქნებით აუცილებლად, რა. სანამ ეს ქვეყანა არ დადგება ნამდვილად ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ხას უსვამ. იმიტომ რომ ევროპელობა ისე თავიანთი პროპაგანდით ისე შეაძულეს ესე თქვა ადამიანებს და ისეთი ასპექტით თავიანთი პროპაგანდული მანქანით დაანახეს თქოს ევროპა არის გარყვნილების ბუდე ჩვენ ვარ დამოუკიდებელი ქვეყანა და თურმე უკრაინელები რო ჩამოდიან ჩვენ სუვერენიტეტზე ფეხი არ უნდა შევაწმენდინოთ, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, მათი ომბუდსმენი ჩამოდის და აინტერესებს თავის მოქალაქის ნახვა. და თურმე ეს არის სუვერენიტეტის დარღვევა. გესმით, აი რადონემდე არის ეს ყველაფერი დაყვანილი. ამიტომ ჩვენ დღეს კიდევ ვიმეორებ, ვარ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე და მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს განურჩევლად პარტიულობისა, განურჩევლად პროფესიისა, იმ ადამიანს, რაც უნდა ქართული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. პირველი ნაბიჯი არის ერთად დგომა პროტესტში. პირველი ნაბიჯი არის ერთად დგომა იმის გასაპროტესტებლად, რასაც შენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების ხელყოფა ქვია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 100 კაცი ვიქნებით, 100 გულწრფელი კაცი საკმარისია. 200 ვიქნებით, 200 საკმარისია. 1000 მაგრამ გაცილებით მეტნი ვართ. უბრალოდ სახლიდან უნდა გამოვიდეთ და ამ ადამიანებს დავანახოთ, რომ ესე ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ვეღარ გავაგრძელებთ. ამიტომ სად შევიკრიბებით და სად გადავიკვეთებით, ეს აგვიტოვეთ, იმიტომ რომ ნიკამ შეიძლება ცოტა მეტ დეტალი თქვას. ანუ სად არის ეს შეკრება, როგორი იქნება მსვლელობა, არის წერტილისა არის გავამართლო და მაინდამაინც რთულია ჩემი
წამოვაცდებით. იცით რა, პირველ რიგში, იცით რა არის, ბევრი არ მინდა იგივე გავიმეორო, თუმცა დიახაც მე ვფიქრობ ჩვენ ტესტი ჩავაბარეთ, უკვე გავლილი 2-3 კვირის განმავლობაში და ყველა აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია როგორც არასოდეს არის პასუხისმგებლიანი. დიახაც, აი ძლავრი, მზარდი, ორგანიზებული, დისციპლინირებული, არაძალადობრივი მწვავე. კი ბატონო, მწვავე, ძალიან მწვავეც იგი, მაგრამ არაძალადობრივი. ვერ ჩაგვითრიეს და ვერ ჩაგვითრევენ. რატო? იმიტომ რომ მართლაც ზუსტად ვიცით რა იდეისთვის ვიბრუწვით და არაფერი გვაქვს ჩვენ ხა სპეცნაზთან საჩხუბრად. ეხლა მე არ მინახავს თქვი და გავიმე პირველად ვნახე. შეიძლება სადმე მომხდარა, მაგრამ სხვა ქვეყანაში მე არ მინახავს, ოდესაც მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს სპეცნაზი უკან დაძდევს, შარზე არის როგორ დაუწყოს ჩხუბი. ეს საბაბი არ მივეცით და არც მივცემთ. და შედეგი უკვე სახეზია ვგრძნობ საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარშიც კი ვგრძნობ რომ უკვე იციან ვინ არის რეჟიმი და ვინ არის ოპოზიცია და ჩვენ არ გვინდა ეს შუალედური ამოცანები გვაქვს შესაძლებელი მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას გადაჩენის სახით და ბიძინა ივანიშვილის მერე რეჟიმის დამარცხების სახით, მაგრამ თავარი რატომაც ამ პროცესში ვართ ჩართული ეს ხომ არ არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. თავარი არის მერე რას გავაკეთებ და მერე რას გავაკეთებ. ეხლა იგივე შენ ამერიკას და ევროპულ პარტნიორს ახლა სჭირდება აი ახლა შენთვის ურთულეს მომენტში, როდესაც შენ პროვოცირებას გიწყობენ, მახეებს გიგებ, ხაფაგებს გიგებ, გააქვს ის უნარი და შესაძლებლობა მიუხედავად წნეხისა რომ შეიკავოთ თავი და აღმოიჩინოს სახელმწიფოებრივი მიდგომები, მე ვფიქრობ ეს ჩვენ შევძელით. ეს რომ შევძელით, პარასკევს გაცილებით მეტი ადამიანი გამოვა, ვიდრე მაგალითად იყო 2 დღის წინ. ამაში ეჭვი არ მეპარება, უკვე 3 ლოკაციაზე, მერე იქნება 4 ლოკაციაზე, მერე იქნება 5 ლოკაციაზე, მერე იქნება 6-ში და მთელი თბილისი და მთელი საქართველო იქნება დიახაც საზოგადოების მშვიდობიან პროტესტში გახვეული და ხელისუფლება და რეჟიმი არ იქნება. ამ ადამიანებს უნდათ ეთქვათ, რომ მაგალითისთვის პირობითად ვამბობ, 14 ნოემბერს ვინიშნავთ გენერალურ ბრძოლას ოპოზიციასთან, ჩვენ გამოვდივართ სპეცსაზრებთან ერთად, რობოკოპებთან ერთად და მოდით, ძლიერმა გაიმარჯვოს, სუსტი მოგტეს. ძლიერი ძალაზე დგას, რობოკოპებთან ერთად დგას, დაგიჭერთ თოფიან როგორც ზურა იძახის და გიჯი იძახის, არ შევყევით ამ თამაშში, იმიტომ რომ დიახაც ახლა დრო მუშაობს ოპოზიციის და საზოგადოების სასარგებლოდ, გარდა რა თქმა უნდა ინსტიტუტის, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან და ელენე ხოშტარიასთან არის დაკავშირებული. ბევრი ამოცანა გვაქვს გედროულად შესასრულებელი, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს მორალისგან დაცლილ, ზნეობისგან დაცლილ რეჟიმთან, რომელიც ახერხებს რაღაცნაირად მათი მოლაპარაკე თავები და ყოველ დღე დემონსტრირებენ მორალური დაცემის ახალ და ახალ მაგალითებს. ამიტომ ვიცით ვინაა ჩვენი მოწინააღმდეგე, 3 წერტილი გავიმეორე და დავასრულებ, ესე იგი ვაგზლის მოედანზე მეტროსადგური ვაგზლის მოედანი, მეტრო ავლაბარი და მეტრო უნივერსიტეტი. დიახაც მეტრო დღის 3 საათზე პარასკევს მეტრო ავლაბარი, მეტროსადგური უნივერსიტეტი და მეტროსადგური ვაგზლის მოედანი. მეტროსადგური ვაგზლის მოედანთან ლელო იქნება კოლონის სათავეში, დროა და გირჩი იქნება მეტროსადგური უნივერსიტეტთან და ავლაბართან ვიქნებით ნაციონალურ მოძრაობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს მაგალითად გეოგრაფიულად თუ კი სხვადასხვა პარტიის ამორჩევლები ცხოვრობენ და ეხლა საბურთალოებს უნდა მიიღოს ამ პროტესტში მონაწილეობა, რომ აუცილებლად გამოვიდეს ავლაბაში, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი ამ პირიქით ეს ამას არ ნიშნავს. მაგრამ ეს იქნება მზარდი და მე მოვუწოდე თქვენ ეთერის მეშვეობით, ნუ დაიხარჯებიან ხელისუფლებას მიმართავ მუხანარები განცხადებების კეთებით, მიხედონ 2 დღე მიგვეცით ჩვენ ვადა, რა თქმა უნდა საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ამ პროტესტს გზნობენ რატომაც ვაკეთებთ. არ დაგიმოვათ მეტროებთან რო ვიკრიბებით შემთხვევითი არ არის. ბევრი ადამიანი გვიერთება უბრალოდ და დიახ ადამიანები ქალაქის მოსახლეობაც კარგია რომ წინასწარ არის ინფორმირებული ის ადამიანები ვისაც გარკვეული ჩამოიყვანენ ეხლა მთელი ქვეყნიდან სპეცნაზ. მთელი ქვეყნიდან ჩამოიყვანენ რობოკოპებს, წყლის ჭავლებს, მაგრამ ძალიან მალე იმდენ წერტილში შევიკრიბებით. არანაირი წყლის ჭავლიც არ ეყოფა და ეს ადამიანები საბოლოო ჯამში მე ამ ფინალს ხედავ. პოლიცია და დიდი ნაწილი თუ არა მცირე ნაწილი აი აქციის დღეს მიმდინარეობისას აი როგორც
აი არ მინდა ახლა ნიზოს ხოლმე გადმოვა საზოგადოების ხარეს. პირდაპირ ეთერში. ხო, მეც მაქვს შეიძლება მქონდეს რაღაცას მოლოდინი, მაგრამ შემალგერ ხანდახან ცოტა ეჭვი შემიპრობს ხოლმე განსაკუთრებით დღეს. მაინც ადამიანს ზურასთან შეკითხვაზე გადასპირდოს ბახსადებ. სუგდიდი, მაგრამ აი საკრებულოში რო უყურებდი, პოლიციელები მოშიმშილე ქალბატონებს ხელით როგორ ათრევდნენ, სიმართლე გითხრა, აღარ გამეცინა და ასეთი ტიპის პოლიციელებს მიმართაც ემპათიის გრძნობა დაუკარგე და სხვა შორის აქვე მინდა ვახსენო აი 2007 წლის 7 ნოემბრის დილა გამახსენდა ამ მდგომარეობაში იქაც შეიძლება ბევრს არ ახსოვს მაგრამ ის რაც მერე დაიწყო და რეაქციას მოყვა საზოგადოებიდან დაიწყო რითი რომ 7 ნოემბრის დილას ადრე რამდენიმე მოშიმშილი რომელიც პარლამენტის კიბეებზე იყო მათ მოეპყრენ უდიერად გახსოვთ რა დღეს ზუგდიდი საკრებულოში შიმშილობდნენ საკრებულოს წევრები მათი უმეტესობა ქალბატონები ეს ქალბატონები, ანუ იგივე მოშიმშილე, ოღონდ უკვე ქალბატონები ძალით გამოათრიეს გარეთ ბოდიში ამ სიტყვის ხმარებისთვის, იმიტომ რომ სხვა სიტყვას ვერ უწოდებ, როგორც მათ მოექცნენ. როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია და მათ შორის ამ აქციასთან დაკავშირებითაც ახალგაზრდების როლზე სულ ამას გეკითხები ხოლმე, მაგრამ მაინც მგონია რომ ამაზე ხშირად საუბარი საჭირო და აუცილებელია. ახალგაზრდები ტელევიზორის მაყურებლები მდენად არ არიან, მაგრამ შემდეგ უკვე სოციალური ქსელებით აქტიურად ეცნობიან ამ ნაწილებს და მათთვის რა გზავნილი გექნება ზურა? ახალგაზრდების შემიძლია თავარი გასაგები რაც უნდა იყოს. ის ნაწილი მე მგონი მათთვის გასაგებია, მათი დიდი ნაწილისთვის, რომ მანამ სანამ ესეთი მართლობის სისტემა და ესეთი ფორმა გვაქვს, მანამ სანამ ქვეყანაში ესეთი დეპრესია, ესეთი უიმედობის განცდა და უპერსპექტივების განცდა, რომ არაფერი არ გვეშველება, ეგ მათთვის გასაგებია და მათ შორის მათი დიდი ნაწილი მამუკამ ახსენა გაქცევაზე არიან, ან უკვე დალაგებული, ან უკვე გაქცეული არიან, ან დალაგებული აქვს უკვე გზები, როგორ უნდა გაიქცენ, ან აპირებენ რომ გაიქცენ. ეგ ნაწილი მათთვის გასაგებია. მოდი ერთი რამე არ ჩემს მათთვის უცბელად სათქმელი ალბათ, რა ვიცი, მეც ძალიან გამიხარდებოდა, რომ ცხოვრობდე დამოუკიდებლობიდან 30 წლის მერე ისეთ ქვეყანაში, რომ შეგვძდებოდა რა, ჩვენზე უფროს თაობას, ჩემ თაობას, ჩვენ ყველას ახლა ვინც აგვზივარ და ჩვენ გარშემო ადამიანებს რომ მოგვეხერხებინა და მათთვის დაგვეტოვებინა ისეთი ქვეყანა, სადაც უბრალოდ წავიდოდნენ არჩევნებზე, ბიულეტენს ჩააგდებდნენ და აი ეს იგიჟემე და მამუკა რო ლაპარაკობდით მაშინ. ხმების დაცვა, რო ტერმინი რო არსებობს ქვეყანაში, რომ რაღაცა ეგეთი ქვეყანა რო მინიმუმის მინიმუმი რო დაგვეხოდრებინა მათთვის, რომ ეგეთი ქვეყანა ყოფილიყო, რომ არჩევნებზე წავიდოდნენ და მარტო არჩევნების დღეს შეიწუხებდი თავს, საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებას გამოხატავდი, ბიულეტენს ჩააგდებდი და ამითი რაღაცა პოლიტიკურ პროცესში მიიღებდი მონაწილეობას და ამით გადაწყვეტი საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის ბეზს. მაგრამ ვერ შევძელით, აი რავი, ჩვენმა თაობამ, ჩვენზე უფროსმა თაობამ რაღაცები შეძლეს, ხო დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენზე უფროსმა თაობამ მოიტანა, ჩვენც რაღაცები შევძელით საბოლოო ჯამში, მაგრამ ეგ ვერ მოვახერხეთ, ანუ რაღაცა მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დავახვედრე და სამწუხაროა, მაგრამ ხო, ეგეთი რეალობაა, სამწუხაროდ მარტო ბიულეტენი და მარტო ეგეთი მინიმალური ჩართულობით პოლიტიკურ პროცესში დღეს მომავალს ვერ წყვეტ. ბევრად მეტი გასაკეთებელი და ეს ბევრად მეტი არის ის, რომ კი ეხა ამ წუთში როცა უზურპატორი ყავს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს გართმევს, ჯერ პირველ რიგში მოსაპოვებელი გაქვს ხმის უფლება, არჩევანის უფლება, რომ შენ თვითონ წყვეტდე შენ საკუთარ მომავალს, მინიმუმ ამ პროცესში იღებდე მონაწილეობას და იმის განცდა არ ქონდეს, რომ ვიღაცა ფულით და სუსით და ძალადობით და დაშინებით და შანტაჟით გართმევს მომავალს. და ეგ ჩართულობა არის ეხლა საჭირო რა, გამოსასვლელი არის, კი, უნდა ადგე და როგორც არ უნდა გეზარებოდეს, რაც არ უნდა გქონდეს, უნდა ადგე და უნდა გამოხვიდე ქუჩაში. ეგ არის ეხლა გასაკეთებელი და ეგ არის ჩემი აზრით, რაც არის გასააზრებელი ახალგაზრდები ჩვენ შეიძლება მართლა რაღაცნაირად ყველას ამ ჩვენ თაობა, ჩვენზე უფროს თაობას, ხო, რავი, შეიძლება მართლა რაღაც გულწრფელი ბუდიშიც კი გქონდეს სათქმელი ამ მომავალი თაობისთვის, რომ ხო, სამწუხაროდ 30 წლის მერე დამოუკიდებლობის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ დაგახვედრეთ ისეთი ქვეყანა, სადაც რაღაცა ბიულეტენით შეგიძლია შენი მომავალი წყვიტო და ბევრად მეტს გთხოვთ ეხლა, მაგრამ არავინ არ არის, ანუ ამის თქმაც საჭირო, არავინ არ არის. თქვენ თუ არ იზამთ მაგას, თქვენ თუ არ გააკეთებთ, რავი, არავინ არ არის რა, ეგ არ არის არც ერთი პოლიტიკოსის გასაკეთებელი, არც ერთი ჟურნალისტის ჟურნალისტების და არც პოლიტიკოსების. ხო, სამწუხაროდ ყველას საქმეა რა. აი, საკრებულოზე პირველად მოხდა გადარჩეულ საკრებულოს. რაც თქვენ თქვით, უბრალოდ მეცმინდა თქვა თუ შეიძლება. არა, ეს საქართველოს ისტორიაში არ მომხდა. დიახ, არ მომხდა რა. ჩვენს ისტორიაში არ მომხდა. კი, ჩვენს გადარჩეულ საკრებულოს, გადარჩეული აღარ არსებობენ. გადარჩეულ საკრებულოს ჯერ აქვს ფორმალურად უფლებამოსილების ვადა და იურიდიულად 2022 წლის ბიუჯეტს. სრულიად წარმოუდგენელი მოვლენაა. შენ
იმ ახალი საკრებულოს შემადგენლობას, რომელიც ძალიან მალე უნდა შეუდგეს წესდები კი თავის უფლებამოსილების განხორციელებას, ეს რამე არ მოხდა და პლუს ახდენენ ვალდებულებების წინასაარჩევნო და საარჩევნო უშუალოდ კამპანიის პროცესში აღებულ ვალდებულებების გასტუმრებას, ანუ ვიღაცას ხო დაპირდნენ რაღაცა მიწის დარეგისტრებაზე შენობაზე, ესეც არ ჩაერვლის. ერთი სიტყვით უკვალოდ რა თქმა უნდა ამასაც მიეძღვნება მნიშვნელოვანი ბრძოლის დროს გამოვნახავთ ამ ყველაფერთვის. კომუნისტები დაუმარცხებია ქართველებს. კომუნისტები დაამარცხეს, კომუნისტები. ასე კიდევდა ხელს და გადასახლებაში მიყავდათ ხალხი, რომელი ბიძინა ივანიშვილი და რომელი აქვს ლილუაშვილმა უნდა გაბედოს და ჩაახსოვს ეს პროტესტის ხმა. ამიტომ ახალგაზრდებს ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია რომ აი სულ ვეძებთ რომ სხვადასხვა ტიპის აქციები დავმართოთ, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, მეც მომბეძ არ დაგიმალოთ ბევრ პოლიტიკოს ან ერთი და იგივე ადგილზე მიკროფონში მხოლოდ სიტყვის ხმა ძალიან მნიშვნელოვანი დინამიური იყოს ყველაფერი და ბევრი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა, იცით რა, წერი კარგი გაგებით, აი როგორც სახეობი გადაყავოს ხოლმე სცენაზე, თორე დაინახოს არა მხოლოდ ტელევიზორიდან უშუალოდ რას ნიშნავს საპროტესტო არაძალადობრივი აქცია, რომ იქ იყოს. როდესაც ერთხელ მოვა და ორჯერ მოვა, ის მერე ორ მეგობარსაც მოიყვას, ის 4 მერე მოიყვას 8-ს და ასე შემდეგ. და ასეთი ბრძოლით მოპოვებული უფლებებსაც ადვილად აღარ დაგწევს. დიდი მადლობა უნდა უთხრა ჩვენს სტუმრებს, მამუკა ზურა, ნიკა. ჩვენ გადაცემას არ ვამთავრებთ, ბატონი ბუბა კიკაბიძე გველოდება, ჩაგვერთვება ცოტა ხანში ბათუმიდან, მანამდე რეკლამაზე უნდა გავიდეთ და დაგიბრუნდებით ბატონ ბუბასთან ერთად.